დღეს პროექტ წიგნიერი ლიდერის ფინალური ტური გაიმართა და გამარჯვებულები გამოავლინეს. ღონისძიება დავითიანის სასწავლო ცენტრში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი ყოველ წელს ახორციელებს. წლევანდელ ღონისძიებაში 25 სკოლა მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ძველ და ახალ აღთქმას, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორიას. ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ სკოლის გუნდებმა, რომლებმაც ძველი აღთქმის თემაზე ყველაზე მაღალი გულები მოიპოვეს პრეზენტაციების კონკურსში და ნახევარფინალურ შეხვედრაზე. გამარჯვებულმა გუნდმა ბაკურიანის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს შეიქმნა. ამ დროისთვის ახალგაზრდული მოძრაობა არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს ახალ თაობასთან ურთიერთობის ფორმატი, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე მათთან უშუალო ურთიერთობა და დავითიანის პროექტი, ახალგაზრდული მოძრაობის დავითიანის პროექტი წიგნიერი ლიდერი ამის კარგ საშუალებას იძლევა და ამ პერიოდში ბავშვებმა, სკოლის მოსწავლეებმა არა მარტო ცოდნა შეიძინეს კონკრეტული მიმართულებებით, არამედ პრაქტიკული უნარჩვევებით, სხვადასხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მეგობრობა და რაც თავარია, სასულიერო პირებისა და ბავშვების მეტ დაახლოებას შეეწყო ხელი. და მე ვფიქრობ, რომ ესეთი არაფორმალური და ფორმალური თავისთავად ურთიერთობა ხელს შეუწყობს უფრო მეტად ჩვენი ახალგაზრდობისა და ეკლესიის დაახლოებას. მათ 1 წლის განმავლობაში მიიღეს შესაბამისი ცოდნა და საკმაოდ დიდი ინტენსიური კურსი გაიარეს, რაც აწყობილი არის ახალგაზრდებში სულიერი და ეროვნული ღირებულების გამტკიცებაზე. მათ შორის ჩვენთან გარდიან კურსებს, ფსიქოლოგიის ტრენინგებს, თემებს ბულინგზე და სტრესის მართვაზე და ყველაზე მნიშვნელოვანიც არის ეს არის ქრისტიანული საფუძვლები. ქრისტიანობის ისტორიის საფუძვლები. ეხლა უშუალოდ ფინალი მიმდინარეობს ძველი აღთქმის კურსში და გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდებიან ბაკურიანის საგზურით და ყოველწლიურად იზრდება მათი ჩართულობა და ჩვენს გვიხარია, რომ წლიდან წლამდე სკოლები აქტიურად ერთვებიან დავითიანის პროექტში წიგნიერი ლიდერი. ჩვენი პროექტის ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდა ის გუნდები, რომლებმაც ნახევარფინალი ბრწყინვალედ ჩაატარეს და მოიპოვეს ფინალში ასპარეზობის უფლება. დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ჩვენი დღევანდელი ინტელექტუალური თამაშის თემა არის ძველი აღთქმა. ამ პროექტის ფარგლებში, წიგნიერი ლიდერის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს ძველი აღთქმის სწავლებები. საკმაოდ რთული პერიოდი გაიარეს მათ, სწავლების რამდენიმე ლექცია, მერე პრეზენტაციების კონკურსი, ნახევარფინალი და აი დღეს ასეთ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი ძალიან საინტერესო და ღირებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ წიგნიერი ლიდერი ეს ახლა ჩვენ დღეს შეკრებილი ვართ, არის ფინალი და შეჯიბრია, მაგრამ ამისთვის თითოეული ჯგუფის წევრმა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი იმეცადინა, ისწავლა და ძალიან კარგად გავესწანი. პირადად მეც ძალიან კარგად გავესწანი ძველ აღთქმას და იმ ღირებულებებს, რაც საჭირო არის და რაც ბიბლიაში არის. რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამის აქედან გამომდინარე ხდება შემდეგ გამომჟღავნება, ვინ მოიგო. მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო პროექტი არის და აი მთავარი რაც არის ჩვენ ვსწავლობთ მსოფლიო რელიგიებს. საკმაოდ საინტერესოა და ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომეცა შანსი შემესწავლა ეს ყველაფერი ისე კარგად, როგორც გვასწავლიან დავითიანში. და დღეს გვაქვს ფინალი და ვუსურვებ ყველას წარმატებას.